გამოცდილების მქონე ფორვარდი, ბოლო წლებს კარიერისა ვაწაძე, ასევე ლორია დღეს ძირითადში არიან ისინი, ჯაბა კანკავა კიდევ ერთი ლეგენდა და აქ პირველივე წუთზე გავიდა გოლი და გაიტანა იგი დინამო თბილისმა, თუ არ იყო იქ რაიმე ტიპის თამაშის წესის დარღვევა, ან თამაშგარი მდგომარეობა, ან ჯარიმა შეტევაში როგორც ჩანს, არა გოლი ჩაითვლება და დინამო გადის წინ. გაიტანა ვინ? დანაკოფი დონკორმა, ფეხბურთელმა, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული საერთოდ უნდური აღნიშნა. ნახოთ ეპიზოდის გამეორება კიდევ ერთხელ ჩაწოდება. იქ დონკორს არ დაურტყამს, დაარტყა რუი მონტეირუმ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა და პაპუნა ბერუაშვილს ფეხებს შორის გაუძრა ბურთი. იჭერდნენ კიდეც მონტეირუს საერთოდ აბდულა იოროა ეს ფეხბურთელი და არა მონტეირო, იორო, რომელსაც ქაჩავდნენ მაისურზე და რომ ყოფილიყო, რომ არ გაეტანა გოლი შეიძლება საერთოდ იქ პენალტიც განხილულიყო. ამის შესახებ და მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმაც დაადასტურა ეს ყველაფერი, რომ იგი ვარჯიშობდა ბავარიულ გრანდში. იქამდე ვნახოთ მომენტი, რომელსაც რუსთაველები ქმნიან, ნაკანო შეიძლება უკვე დარტყმა, პასი მარჯვნივ, გუჯაბიძე ჩაწოდება, დარტყმა კარის მმართველობით და 1-1. იუტა ნაკანოს გოლი რუსთაველებმა წონასწორობა პრინციპში მალევე აღადგინეს. პირველ წუთზე გაიხსნა ანგარიში და 24-ზე უკვე 1-1 გვაქვს ანგარიში. აი ასეთ თავი ბურთი დაიბრუნა ინიციატივა და ეგრევე შექმნა მომენტი შექმნა, რომელიც აქცია გოლად და ჩაწოდების შემდეგ ნაკანოს თავურით რუსთავი ანგარის ათანაბრებს. იუტა ნაკანოზე მე უკვე ვისაუბრე, გითხარით რომ ის დიდი ხანია რუსთავში თამაშობს, ქვეყნის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში. აბა ნინოა და კარგი მომენტი, რა პასი გაჭრა, მონტეირუ მოატყუა ბერუაშვილი, დარტყმა 2-1, 1-2, შვენიერი გოლი გამოვიდა და ეს გოლი, რა თქმა უნდა, მონტეირუს შესრულებას არ უკარგავ. ეს მისი გოლია, მაგრამ აი ვინც მიულოცა პირველი, მასაც თანაბრად ეკუთვნის. რა პასი გააკეთა ნიკა ნინუამ? ვთხოვ რეჟისორებს, რომ ეპიზოდი დასაწყისიდან გვიჩვენონ, როდესაც მიიღო ბურთი ნინუამ. ნახევარდაცვაში გაითავისუფლა თავი, აი ეს კარგი რაკურსია, სივრცე ჰქონდა და წამის მეასედებში შეაფასა ვითარება, ეპიზოდი დაინახა, მონტეირუს გადაადგილება, გაუგო თანაგუნდელს და გაჭრა მშვენიერი პასი, კიდევ ერთი საგოლე მოქმედება მისთვის ამ სეზონში და პორტუგალიელი ფეხბურთელის უკვე მესამე გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. მას დინამო ბათუმის და სპაერის კარში ჰქონდა გოლი გატანილი და ეს ყველაზე მეტად გაგვიხარდება, რომ ერთ-ერთმა ქართულმა კლუბმა მაინც ითამაშოს ევროპული ტურნირის ძირითად ბადეში. აბა კენიო გაისწორა ბურთი, თავად დაარტყა 2-2, რა თამაშია! მეორედ აღადგინა რუსთავმა წონასწორობა და ეს ყველაფერი გააკეთა ბრაზილიელმა შვიდიანმა გაშვებული გოლიდან. ძალიან მალევე, ალბათ პირველივე შეტევაში, რომელიც თამაში იყო უბრალოდ გაჩერებული, იმიტომ რომ 2-1 გახდა 37-ზე. ამის მერე იქ დაზიანებული იყო დინამოელთა და რუსთაველთა ფეხბურთელი, რის გამოც იყო პაუზა და თამაში როგორც კი განახლდა პირველივე ეპიზოდში, პირველივე შეტევაში, სადაც გადავიდა დინამო რუსთავი უფრო სწორედ მოახერხა ანგარის გათამაშება და კენიომ თავად დაიწყო, მოედნის ცენტრში მოიპოვა ბურთი, შეისწორა, ჯერ პირველი ეპიზოდი იყო, აი აქ ფიქრობდი უნდა დაარტყას უკვე, მაგრამ არ დაარტყა. ტოტენჰემის აკადემიის აღზრდილი, ასტონ ვილა, შეფილდ უენსდეი, წლები ფულემი, ჩემპიონშიპი, პრემიერ ლიგა, პრესტონი, ბლეკბული და აქ რა მომენტი! როგორი გოლი გავიდა! 3-2, მათე ვაწაძე, მაკრატელა და წინ გადის დინამო თბილისი უკვე მესამედ ამ შეხვედრაში. ვაწაძეზე მის სათამაშო სტილზე და უნარებზე, იმაზე რომ ესე არაფრიდან მომენტის შექმნა და ლამაზი გოლების გატანა მისი კარიერის ჰაილაითი ყოველთვის იყო, ვისაუბრე და ახლა შემოგთავაზა, იქ შეცდომაც იყო ცხადია დაცვაში, მაგრამ ვაწაძეს ძალიან ეფექტური გოლი გამოუვიდა. ნახევარ ბრუნში, ვარდნაში გასაგებია კარი ცარიელი იყო, მაგრამ მაინც ეფექტური გოლი. მეხუთე უკვე და რა კარგ თამაშს ვადევნებთ თვალს დღევანდელ შეხვედრაში.